უწმინდესის ამაგი რომ ძალიან დიდი იყო, ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ და მსოფლიო მედიაც ალაპარაკდა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნიტარესის ილია მეორის გარდაცვალებას გამოიხმაურა სწორედ მსოფლიო მედია. ევრონიუსი მას ეპოქალურ ფიგურად მოიხსენიებს, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ დამსახურებაზე, რომელიც ილია მეორის მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებაში მიუძღვის. სტატიაში ხაზგასმულია მისი გადამწყვეტი როლი ეროვნული იდენტობის გამტკიცებასა და შენარჩუნებაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის რთულ პერიოდში, როდესაც უწმინდესი ერის მორალურ ორიენტირად და სტაბილურობის მთავარ გარანტად იქცა. გამოცემა როიტერი დეტალურად საუბრობს იმ გზაზე, რომელიც უწმინდესმა და უნიტარესმა გაიარა. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია მეორე მემკვიდრეობით მიიღო ეკლესია, რომელიც საბჭოთა მთავრობის მიერ განხორციელებული ანტირელიგიური კამპანიების შედეგად ძალიან იყო დაზარალებული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მაშინ რამდენიმე მილიონიან მრევლს წინამძღვრად ძალიან ცოტა სასულიერო პირი ჰყავდა. რაც შეეხება ABC News, ის წერს, რომ უწმინდესი და უნიტარესი მართლმადიდებულ ეკლესიას თითქმის 5 ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია მეორე ქართველი ერისთვის მთავარ დასაყრდენად და სულიერ წინამძღოლად იქცა. მსოფლიო მედიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უწმინდესის და უნიტარესის საერთაშორისო გავლენას და იმ უპირობო ავტორიტეტს, რომელიც მას მთელ ქრისტიანულ სამყაროში გააჩნდა.